როგორც უკვე ვიცით, კულტურის და სპორტის მინისტრად ინიშნება ქალბატონი თეა წულუკიანი. ამ თემაზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ცნობილი რეჟისორი ქალბატონი ქეთი დოლიძე. მოგესალმებით ქალბატონო ქეთი. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვერთვებით დღეს გადაცემაში. მოგესალმებით. გავიგეთ რომ ძალიან გაგიხარდათ ქალბატონი თეა წულუკიანის დანიშვნა მინისტრად და გვაინტერესებს რა არის მიზეზი. რატომ არის თქვენთვის სასურველი კანდიდატურა ქალბატონი თეა? მოგესალმებით ვანო, თეაზე მეკითხები ვანო, ჩემს თეაზე მეკითხები? ჩემი თეა იქნება იდეალური მინისტრი. თეატრი თეატრს დაემსგავსება, კინო კინოს დაემსგავსება, ესტრადა ესტრადას და ჩემი პუციოვკები ჩემ პუციოვკებს. გასაგებია მესმის, მაგრამ კონკრეტულად რას ელოდებით ახალი მინისტრისგან? ყველაფერს კარგს ვანო. პირველ რიგში ჩვენი ახალი დიდებული მინისტრისგან ველოდები გრანდიოზულ რეფორმებს. რეფორმებს? რა რეფორმებს უკაცრავად? ხო, გრანდიოზულ რეფორმებს, მაღალ რეფორმებს. თვეში ერთხელ ან ორჯერაც შეიძლება. როგორც უნდა თვითონ როგორც გადაწყეთს. რეფორმები შეიძლება გადარიცხვითაც და შეიძლება ხელზე ქეშად. ჩვენ ხელოვანი ხალხი არა ვართ პრეტენზიულები ზოგადად. გასაგებია, კიდევ თუ არის რაიმე ისეთი რეფორმები, რასაც ელოდებით? რა თქმა უნდა, ვანო, კადრების ცვლილებები ჩემოკარგო. მე არ ვიცი, როდემდე უნდა ღაფავდეს სულს ქართული კულტურა. როდემდე უნდა იყოს მემანიშვილი ჩაბუდებული ევგენი მიქელაძის ორკესტრში. ან როდემდე უნდა იყოს სუხიშვილებში ჩაბუდებული ილიკო სუხიშვილი. დაილია სხვა სუხიშვილები ამ ქვეყანაში. მაგრამ რაღა შორს წავიდე, შენს თავს შეხედე ერთი და შენს გადაცემას. აი, მაინტერესებს, რას აკეთებს შენ სტუდიაში ხელმარცხნივ ჩაბუდებული ბენდი? ან მაგ ბენდის ხელმძღვანელი ვერ წავა თავის ზესტაფონში? რა უნდა აქ? წავიდეს რა დაბრუნდეს სოფელში, გოიმია რა ჩვეულებრივად. კაი, არ მინდა ეხლა ცუძე ლაპარაკი, დაუბრუნდეთ ისევ თემას. ხო და თეა, როგორც გავიგეთ ეს ამბავი, რომ მინისტრად ინიშნებოდა, გადავირიეთ მთელი კულტურა. კულტურას უხაროდა, ჩვენ კულტურას გვიხაროდა, ხვდებით? მე, დათო ოქიტაშვილს, ნიკუშა შენგელაიას, ბასას. ვინ ბასა? ვინ ბასა? რა ვინ ბასა, ბიჭო, ბასაზე ეგრევე ფოცხიშვილი არ უნდა გახსენდებოდეს, მაგრამ დაგაყრუათ ამ გვარამიამ და დაგავიწყათ ყველაფერი. კიდე კაი ამ გოიმელიებას მუშებს ვლანძღავ დღე და ღამე, თორემ ალბათ აღარც ქეთი დოლიძე გემახსოვრებოდათ თქვენ. აჰა, გასაგებია, ესე იგი აღფრთოვანებული ხართ ქალბატონი წულუკიანი, ანუ დარწმუნებული ხართ, რომ გაამართლებს, ხო, ქალბატონო ქეთი? დაუკვირდი ვანო, თვითონ სახელი გეუბნება ყველაფერს. თეა, თეატრი. ამიერიდან იქნება თეა წულუკიანი ტრი. ანუ თეატრს გვარი ექნება ხალხო, მეტი რა გინდათ? აი ნახეთ, თეა წულუკიანი, თეატრი, თეატრალი. ეს უბრალოდ ამთხვევა გონია? რა ვიცი, რაღაცნაირად მე ძალიან უბრალოდ დამთხევა მგონია, უბრალოდ სახელია რა, რაღაც ჩაურე. ფუ, მართლა რაც დაგამსგავსათ ამ გვარამიამ, გოსპაძი. ყველაფერს ვეღარ ამჩნევენ, ვერაფერს ვეღარ ამჩნევენ, იმიტომ რომ მასხარები ხართ და მეტი არაფერი თქვენ. და მე, როგორც დიდი რეჟისორი, იმდენად ჩავწდი და გავითავისე თეას კანდიდატურა, ლექსიც კი დავუწერე და მინდა საუბრის ბოლოს ეს ლექსი წაგიკითხოთ. აგვიკითხეთ საინტერესო. შენ საქართველოს დედოფლობაც დაგშვენდებოდა. დაგშვენდებოდა მერე რარიგ დაგშვენდებოდა. შენი ბრძანებით თეატრები აშენდებოდა და კულისებში სეიფები ჩაშენდებოდა. შენ ერთ სიტყვაზე სპექტაკლები გაჩერდებოდა. მთელი ელიტა შენს დაკრულზე ამღერდებოდა. შენი ბრძანებით ქალაქები დამშვენდებოდა. შენი შემხურე სტანისლავსკი გაშტერდებოდა. მდინარეებზე ბევრი ხიდი აშენდებოდა. და მის ქვემოთ მუშა ვეღარ გაჩერდებოდა. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი წარმატებებს გისურვებთ, არ ვიცი როგორი მინისტრი იქნება, მაგრამ თქვენი გამოსვლა მართლაც შთამბეჭდავი იყო. ნახვამდის, კარგად გაგრძელოთ.